ეს ადენები აუცილებლად უნდა დავნიშნოთ, ერთი არის შემომსვლელი, ესენი არის გამსვლელები, ანუ აქ ფაზა შემოდის, აქედან გადის. ანუ მასამ შეიძლება არ დაგარტყათ, მაგრამ ფაზამ შეიძლება დაგარტყათ. გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია. როგორ ზედაპირზე დგახართ, ხელი რას გიკიდიათ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ფაზის იზოლაციაში ყოფნა ყოველთვის რეკომენდირებულია. მოდი აი ამ ყუთში ჩავდოთ ეს ყველაფერი. დაგჭირდება ლაზერი. ესე. ოდნავ სიმაღლე. თვითონ ლაზერი, აკუმულატორი, ფეხი. შტატივი და წავედით. ფანქრით გავაკეთოთ 60 სანტიმეტრიანი ნიშნული, უნდა გავავლოთ ლაზერი. ჩვენ გვჭირდება ჰორიზონტის მაღალი წერტილი. გამოვიყენებ აი ამ სამალიერო სკოჩს. ორი თითით დავაფიქსიროთ ლაზერის ხაზზე, გამოვაყოლოთ ხელი. ამ სადენმა ხელი რო არ შეგვიშალოს. მივაწყებოთ აი აქ სარმეზევით და შეხედეთ რა გამოვიდა. გამწოვით, დავიცავით ჰიდროიზოლაციით დათხრისაგან. პრინციპში აქ უკვე ლაზერის საქმე ამით დასრულებულია. ლაზერი შეგვიძლია გავთიშოთ. ეხლა გვინდა აი ამის შეფუთვა. მოვიდა იდეალური. კუთხეებში გავაყოლოთ საკანცელარიო დანის უკანა ნაწილი, რომ ჩაეკეცოს სკოჩი ბოლომდე. ან მოხერხებული რაღაცაა ეს სკოჩ პარკი, ესეთ რაღაცეები სამუშაო. უყურეთ ჯადოქრობას. ამ პარკს ესე გავშლით და ეს ნახეთ, როგორ კარგად გვიცავს სამზარეულოს ზედაპირს. ანალოგიურად ახლა აი ამ ნაწილსაც გადავაკრავ და ამით შეფუთვითი სამუშაოები დასრულებული იქნება. შვენივრად გაიშალა. აი ეს აქ და ეს აი აქ. ნახეთ როგორი წერტილია, ორი პარკი და სამზარეულოს ზედაპირი. ანუ სამ წერტილს ერთ სიბრტყეში ვაკავშირებ. რა გამოვიდა? ეს პარკი გადაება ამას და ეს ყველაფერი ორივე გადაება მყარად დაფიქსირებულია თვითონ სამზარეულოს ზედაპირთან. არსად არ იმოძრავებს. ამას უკვე აღარ სჭირდება. არაფერი პრობლემა არ არის.